ეროვნული საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეოთხე არხი. Როგორც ჩამოყალიბდება აჭარის ტელევიზიის სტატუსი, თემის განხილვა გრძელდება. უმაღლეს საბჭოში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც მურმან დუმბაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ჩასწორებულ ვარიანტს შეიმუშავებს. თემის დეტალები მარი ბოლქვაძის რეპორტაჟში. ყველა ვარიანტი საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი. სანამ საქართველოს პარლამენტი კანონს მიიღებს აჭარის ტელევიზიის სტატუსის განსაზღვრის საკითხზე უმაღლეს საბჭოში შექმნილი სპეციალური კომისიაც იმსჯელებს. კანონმდებლების არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული პირების გაერთიანების იდეა საკითხის ირგვლივ უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერს ეკუთვნის. დავით ბაციკაძე აცხადებს, რომ კომისია იმ კანონპროექტის შესწორებაზე იმუშავებს, რომელიც აჭარის ტელევიზიის რეგიონულ საზოგადოებრივ მაუწყებლად ჩამოყალიბებას გულისხმობს და სხვა არსებული ალტერნატივა მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. რადგან ფიქრობთ, რომ როდესაც გაცხადებული არის საქართველოს დეცენტრალიზაცია და ტერიტორიული მოწყობის გადახედვა, ამ შემთხვევაში დეცენტრალიზაცია მოდის წინააღმდეგობაში იმ კანონპროექტთან, რა კანონპროექტით შემოგთავაზეს ამ შემთხვევაში ამ კანონპროექტის ავტორებმა. აჭარის უმაღლეს საბჭოს 21 წევრს მინდა გითხრათ, არის უცებ ჩამოყალიბებული იმაზე, რომ ეს უნდა იყოს რეგიონული მაუწყებელი. აჭარის ტელევიზიის რეგიონულ საზოგადოებრივ მაუწყებლად ჩამოყალიბების იდეას კვლავ ლობირებენ დემოკრატიის ინსტიტუტშიც. გენო გელაძე მიიჩნევს, რომ კომისია მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტის დეტალებიც უნდა გაითვალისწინოს. პირველი არის, რომ ავტონომიას გადმოეცეს მაუწყებლის დაფუძნების და დაკომპლექტების უფლებამოსილება. მეორე, აუცილებელი ცვლილება არის ის, რომ შენარჩუნდეს სიხშირეები, რაც აქვს ამ შემთხვევაში მედია საშუალებას და ბუნებრივად დანარჩენი არის უკვე ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანოს და მთავრობის, ესე ვთქვათ, კომპეტენცია. არსებულ ორ ალტერნატიულ კანონპროექტს მსჯელობისა, სადაც ერთი მათგანი აჭარის რეგიონულ საზოგადოებრივ მაუწყებლად, ხოლო მეორე საზოგადოებრივი მაუწყებლის მეოთხე არხად ჩამოყალიბებას გულისხმობს, ჟურნალისტი ნატა იმედაიშვილი უპირატესობებს ამ უკანასკნელში შეხედავს. მე მივესალმები ისევ და ისევ ვიტყვი იმ კანონპროექტს, რომელზედაც ახლა არის საუბარი და რომელზედაც აჭარის კანონმდებლები უმაღლესი საბჭოს წევრები საუბრობენ. მაგრამ საერთოდ მგონია, რომ შეიცავს საფრთხეს და ნაკლებ საფრთხეს შეიცავს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. საზოგადოებრივი მაუწყებლის მეოთხე არხის, ანუ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უფრო უკეთესია იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მედიას საშუალება და ლოგიკურად იქნება დაკავშირებული. ერთ-ერთი კანონის ინიციატორი მურმან დუმბაძე დეცენტრალიზაციის იდეით გამოდის და აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიბმას საფრთხის შემცველად მიიჩნევს. ბატონი ზვიად ქორიძისა და ბატონი ლაშა ტუღუშის მიერ შემოტანილი პროექტი ამბობს, რომ აჭარის ტელერადიო დეპარტამენტი უნდა გადაკეთდეს მაუწყებელ არხად, ანუ დაახლოებით ისეთი ტიპის არხი უნდა იყოს, როგორც არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაგრამ ეს უნდა ამოვიდეს ცენტრალურ დონეზე, მისი ქონება, ფინანსების მართვა, ყველაფერი უნდა გადავიდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში, ანუ ზოგადად ვერ ამბობენ ამას პირდაპირ და ღიად, მაგრამ ის უნდა გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფილიალი. ეს არის ერთადერთი საკითხი, სადაც როგორც უმცირესობა, ისე უმრავლესობა შეთანხმებული არიან პოზიციაზე, რომ აჭარაში ჩამოყალიბდეს რეგიონალური მაუწყებელი. კანონპროექტის განხილვას და კონკრეტული რეკომენდაციების მომზადებას კომისია 10 დღის განმავლობაში გეგმავს. ჩასწორებული ვერსია კი საქართველოს პარლამენტს საგაზაფხულო სესიის დაწყებისას წარედგინება.